ეძღვნება ABB-ის წინამორბედს, შვედურ კომპანია ASEA-ს 140 წლის იუბილეს. 1893 წელს შვედეთში ლუდვიგ ფერეთჰოლმა და იოანას ვენსტორმა საფუძველი ჩაუყარეს კომპანია ASEA-ს. 1893 წელს ASEA აშენებს შვედეთში სამფაზიანი ელექტროენერგიის პირველ გადამცემ სისტემას. 1916 წელს ASEA-ს კორპორატიული კვლევითი ცენტრი იწყებს მუშაობას ვესტეროში და დღემდე აგრძელებს კვლევით საქმიანობას. ამავე წელს ASEA-მ შეიძინა კომპანია Foreneidi ლუდვიგში, რითაც საფუძველი ჩაეყარა ელექტროგადამცემების პიონერულ მემკვიდრეობას. 1954 წელს ASEA ამონტაჟებს მსოფლიოში პირველ მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გადამცემ ხაზს შვედეთში 96 კილომეტრ სიგრძეზე. 1974 წელს ASEA ავითარებს და ბაზარზე გამოაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ინდუსტრიული ელექტრორობოტი. 1987 წელს გამოცხადდა ASEA-სა და Brown & Bowery-ის შერწყმის გადაწყვეტილება. 1988 წელს ASEA უერთდება შვეიცარიის Brown & Bowery-ის და იქმნება კომპანია ABB, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ციურიხში, შვეიცარიაში. 1888 წელს ახლა ჩამოყალიბებული ABB-ის გენერალური დირექტორი ხდება პერსი ბარნევიკი. 2004 წელს შვედეთში შეიმუშავეს და ოფიციალურად წარადგინეს პირველი თაობის ერთიანი ავტომატიზაციის კონტროლის პლატფორმა ABB Ability System 800. 2015 წელს ABB-მ წარადგინა მსოფლიოში პირველი კოლაბორაციული რობოტი Yumi, რომელიც შემუშავებულია შვედეთში R&D გუნდის მიერ. 2018 წელს ABB-მ განახორციელა ბოლიდეინის სამთო სატვირთო მანქანების ელექტრიფიკაცია. 2020 წელს ABB-მ სრულად მოამარაგა ქალაქი გეტენბორგის ელექტროავტობუსები მაღალი სიმძლავრის ელექტროდამტენებით. 2022 წელს ABB-მ უზრუნველყო ინოვაციური ტექნოლოგიების სარაკულტურ ცენტრისთვის, რომელიც სკელეპტიაში მდებარე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხის შენობაა. წლების განმავლობაში ABB მასპინძლობს მრავალ ვიზიტორს, რომელიც დაინტერესებულნი არიან მსოფლიო დონის ტექნიკური ინოვაციებით. ABB აგრძელებს ინოვაციების დანერგვას მდგრადი და ეფექტური მომავლის უზრუნველყოფის მიზნით.